მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ერკეთიდან გთავაზობთ. სადაც ადგილობრივების ძირითადი პრობლემა ისევ და ისევ ტრანსპორტის საკითხია. ეს ქვემო ერკეთია, ჩოხატაურის ერთ-ერთი ლამაზი და გურული კოლორიტით გამორჩეული სოფელი. მონატრებულ მზეს ერკეთელები გარეთ გამოეყვანა. საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდნენ და აქაური სურათით დაგვიხადეს. თითოეული მათგანი საუბარს ტრანსპორტის მოუგვარებელი საკითხით იწყებს, რომლის მოწესრიგება ერკეთელების საერთო სადგევარია. ტრანსპორტი კვირა დღეს შვილო, მეტი არა, სხვა დღეს არ დადის. ახლა ბათუმი დადის და თბილისი. თორე ისე სოფლის რომა ასე იგი, მამფერ ტრანსპორტი არ გვაქვს. ყოველდღე რომ მიაროს. დადის ერთი ავტობუსი ბათუმი ერკეთი, აგი 10-ის რო უკლია რაღაცაზე და არ გვაწყობს ამ დროში. მეც არ დადის? მე საღამოს იქიდან მოვყვებით 5 საათისკენ, სხვა არ დადის. რა ვიცი, მე იქნება დღეს ამ წუთში დამჭირდა უცხო და ვერ გამოვალ გარეთ, ვიცი. კაი, აქედან ვიღაცა მე შეიძლება წამიყვანოს, მაგრამ იქიდან ვეღარ მოვდივარ კიდო მერე და მთელი დღე, ერთი დღე იკარგება ტრანსპორტის გულობისა. კვირას არის მოწესრიგებული, მაგრამ ისე დღეებში რო იყოს ტრანსპორტი შეუჯახა შენებულო, რატომ მე უნდა ჩავიდე ახლა 6 ლარი ამ ხელმანკანით, ხო? 6 ლარი ჩავიდე და ამოვიდე და წამალიზე მივდივარ და ემსაბუთებზე, ხო? დავიждები მარშრუტკაში ავტობუსში იყოს 80 თეთრი კლიმატი 50 თეთრი რასაც დაადებს სახელმწიფო და გადავერთით იმას. იყო ყოველ ნახევარსაათში ავტობუსი დადიოდა და ახლა ყოველ კვირა ვიარო ჩვენ, ხო? არ არის ეგრე. მსგავსი მოსაცდელი ამ ბოლოხას ბევრ სოფელში კეთდება. გამონაკლისი არც ქვედა ერკეთია. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ახალი მოსაცდელით სარგებლობა აქაურებს თითქმის არ უწევთ, რადგან ტრანსპორტი აქ მხოლოდ კვირა დღეს დადის. ქვემო ერკეთში ძალიან ცუდად გამოიყურება გზაც, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს. გზებზე აუცილებლად მაქსიმალურად მაქციოთ ყურადღება. ეს შიდა გზები იქნება თუ ეს სავალი გზა რა, 5 კილომეტრიანი გზა არის სულ, ხო? და ხრეში მაინც დაგვა ასფალტებას აღარ დავეძებთ, კაცო, დაცვინდათ ირკმელები, ავადმყოფები არიან აქ მაქსიმალურად. საავადმყოფოში ვერ წაგვიყვანეთ ჩვენ ავადმყოფები, ცით მანკანით. სასწრაფო მოვა და ისეთი ცუდი გზებია, რომ ადგილზე არ დაიღუპოს ადამიანი მის გვეშინია რა. როგორც გაირკვა, სასმელი წყლის პრობლემა ერკეთშიც დგას. აქაურები ადგილობრივი ჭით სარგებლობენ, რომელიც ზაფხულში თითქმის ყველა შემთხვევაში შრება. წყალი ნამდვილად არ გვაქვს. ბუნებრივი იმითი სარგებლობა ჭებით. ჭებით. წყალი არ არის სოფელში, ზაფხულში არ არის, მეიჭები შრება შვილო და აღარ არის იგი რა ქვია, წყალი. მთელი სოფელი ამოვა მე და წყალზე ვარი როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომ წყალი არ მოხვიდე და არ წეიღო. მაგრამ რომ მოდის ძალაუნებურად მეც უნდა მივიკლო და იმასაც უნდა დავალევინო. სულ ვითხოვთ ახლა რამდენი ხანია წყალი არა, ამის პრობლემა ვერ გაკეთდა. რაც უფრო დიდია დაუსაქმებლობის მასშტაბები, მით უფრო მწვავედ ითხოვენ სოციალურ დახმარებას და სამედიცინო პოლისებს. პოლისი არ მაქვს, არაფერი არ მაქვს. რომ მქონდა ის გამიუქმენ და რატომ გაგიუქმეს რის საფუძველზე გაუქმეს? მე ვიდან და რა ნახენ ჩემთან არ ვიცი შვილო. თუ გინდა ეხლავე წამობძანდე და ჩემს სახს, ჩემს იმას ოდას გადააღეთ სურათი, ნახეთ. თუ ჩემ ოჯახს არ ეკუთვნის დახმარება და პოლისი თუ არ ეკუთვნო და მით უმეტეს ცალხელა კაცი მყავს კიდო და მეორე დედა მყავს სკლეროზიანი სახში, იგიც მოხუცებული, იგიც მე თვითონ ავატყობი, იგიც მოსავლელი მყავს სახში. გაჭირებულ დღეში მყავს კაცი, ეგერ ექიმთან ვერ წამიყვანია. ინვალიდი ვარ, მეორე ჯგუფის, ორჯერ სულდიანი ვარ და არაფერი შემოსავალი არ მაქვს, პენსია მაქვს 70 ლარი. ბავშვმა შენმა ბიჭმა თბილისში მყავს ბიჭი, იქ მუშაობს. და მანქანა იყიდაო და მე მომიხსნენ პოლისი. არ მინდა გასო, მე მინდა პოლისი, ექიმთან უნდა მივიდე კვირაში ერჯერ მაინც. და მისასვლელი ფული არ მაქვს. ერკეთში გამოეხმაურდნენ რეპრესირებულ ადამიანთა რეაბილიტაციის და ფინანსური კომპენსაციის საკითხსაც. აი განახებთ ახლა დოკუმენტებს. ახლა მივიდივარ მაგ საქმეს ოზურგეთიდან ამოდის ადვოკატი გვემსახურება, ხო? თუ გინდათ აქ განახებთ ახლა მანქანაში მიდო სპეციალურად დამიბარა. ვერ მოთავდა 6 თვია მაგ საქმეზე დავდი. ეკუთვნის 300 ლარიო რეაბილიტაციის ამბავზე, ხო? 280 ლარი დახარჯულია უკვე თანხა. ესე იგი იმდენს გვახთევინებენ რა სასამართლო პროცესია, ეს ყველაფერი ინსტანციები მე გავლილი მაქვს ბოლომდე. ეხლა ისევ დამემბარჭა ნოტარიუსშიო და აქაურები ძალიან უკმაყოფილონი არიან ბიუროკრატიული ბარიერებით და მომსახურების პროცედურების გამარტივებას ითხოვენ. ერკეთელები დიდ სჯაბაში დავტოვეთ. ჩვენი სტუმრობის შემდეგ ლაპარაკი საღერხელი აშლოდათ და სოფლის სადგევარს განიხილავდნენ. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილა.
2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ეს გახდა თემა, რომლის ირგვლივაც დღეს საზოგადოებრივი დარბაზის ხდომაზე ისაუბრეს. შეხვედრის ორგანიზატორები მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში გახდათ. განხილვაში მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საფინანსო და საბიუჯეტო კომისიები და სამსახურები, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების სამსახური, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. მოსახლეობის სოციალური დაცვა, კულტურა, ახალგაზრდების ხელშეწყობა, სპორტი და ტურიზმი, საგანმანათლებლო სექტორის განვითარება, ინფრასტრუქტურის, კომუნალური და სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს ის თემებია, რომელზედაც შესაბამისი სამსახურები საპრეზენტაციო გამოსვლისას დაკონკრეტდნენ. 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების საჯარო განხილვის მიზანი კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და რიგითი მოქალაქეებიდან წამოსული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება გახდათ, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას გამოიწვევს. დღეს განიხილეს 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი. ანუ ეს არის დოკუმენტი, სადაც გაწერილი არის ადგილობრივი ხელისუფლებისათვის 2013 წელს რა არის პრიორიტეტული. და დამერწმუნებით და მოსახლეობაც რომ სოციალური დაცვა არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი. ამ კუთხით რაც დაგეგმილი უნდა იყოს 2013 წელს ეს არის გაზრდილი ბიუჯეტი მსგავსი დაფინანსებისათვის. ანუ ამ პრიორიტეტების ფარგლებში უნდა მოხდეს უკვე 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმა. ეს ერთის მხრივ ხელშეუწყობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტის დამტკიცების დროს პირველ რიგში გავითვალისწინოთ ეს დოკუმენტი. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო დღეს. თვითონ დავაყენე ორი საკითხი, შესაძლებლობა მომეცა. ერთი საკითხი იყო სველი წერტილების მოწესრიგება საჯარო სკოლებში. თანაც ვახსენე, რომ აბსოლუტურად მესვის, რომ საჯარო სკოლები ორგანული კანონის მიხედვით არაა თვითმმართველობის პრეროგატივა, თუმცა შეიძლება ნებაყოფლობით ხარჯებში იქნას აღებული და სასურველია ზოგიერთ სკოლაში, სადაც არაა მოწესრიგებული, მოხდეს მოწესრიგება. მეორე საკითხი, რაც ჩემს მიერ იქნა დაყენებული, ესა ინკლუზიაზე ჩართულობის გაზრდისათვის იმ ბავშვების, რომლებიც ეთლით მოძრაობენ და ვერ დადიან სკოლაში, მოხდეს თქვათ მუნიციპალიტეტიდან ამ ბავშვებისთვის ხარჯის გამოყოფა ტრანსპორტირების ერთი და მეორე შესაძლებელი იყოს პანდუსების მოწყობა იმ სკოლებში, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ. სასიამოვნოა, რომ ოზურგეთში მართლაც არის ასეთი ინოვაცია, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართული არიან მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და აქვთ საშუალება წინასწარ გაეცნონ მომზადებული დოკუმენტების პროექტებს და შესაბამისად შემდგომ უკვე მიაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები და მოსაზრებები თვითმმართველ ორგანოს, ესე იგი თუ რა ჯობია, როგორ ჯობია, გააზრებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში მანსაკანი გაიმართა. უფროს კლასელები ერთმანეთს იუმორსა და გონების სისხარტეში გაიჯიბრნენ. მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასელები იუმორსულად მორგებული გუნდის სახელებით ველელები აკიდო და აბიგულკოზა 15 კაციანი გუნდებით ერთმანეთს იუმორში ებაიქრებოდნენ. სადამრიგებლო პროგრამით დაგეგმილი საკლასო ღონისძიება მანსაკანი 2 ტურისგან შედგებოდა. ხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრებს კომპეტენტური ჟიური ქულების საშუალებით აფასებდა. მანსაკანისთვის დამახასიათებელი ჩვეული იუმორითა და პაროდიებით მონაწილეებმა შეჯიბრების პირველ ტურში ავტოპორტრეტის შექმნით მაყურებელს საკუთარი გულის ტკივილი თუ სიხარული გაუზიარეს. ყველაზე ხშირად მანდატურებზე და პროექტ ასწავლე და ისწავლის ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლებზე ხუმრობდნენ. პაროდიებით მასწავლებლებსაც მოიფერნენ. მეორე ტური ინტელექტუალური კუთხით შემოიფარგლა. კითხვები გორგასლის მეფობის პერიოდში ეხებოდა. დაძაბულ გუნდურ თამაშს კაპიტნების ინტელექტუალური შეჯიბრება მოყვა. შედეგად პირველ ადგილზე აბიგულკოზა, მეორეზე ვერელები, ხოლო მესამე ადგილზე გუნდი აკიდო გავიდნენ. მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციებში წამახალისებელი სერტიფიკატები დაჯილდოვდნენ. ჩვენ დღევანდელი ზეიმი თვალისწინებს იმას, რომ ბავშვებმა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორც ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, ასევე მათი ხიარული განწყობაც ჩანდეს, რომ არ იყოს დამღლელი და გადამქანცველი. ავტოპორტრეტები როცა გააკეთეს, მათ
წარმოადგინეს ის რაც უხაროდათ, რაც აწუხებდათ და მე მგონი მშვენიერი ზეიმი გამოვიდა. გავიმარჯვეთ ძალიან დაძაბულ და ჯანსა კონკურსში. სიმართლე გითხრათ, კავენში პირველად ვიღებდი ჩვენ მონაწილეობას. შესაბამისად ვფიქრობ, ნერვიულობა ინტელექტუალურ ნაწილზე უფრო დაგვეტყო, მაგრამ ჩემი გუნდის კმაყოფილი უფრო ვარ, ვიდრე ჩემი თავით. ძალიან კარგი ღონისძიება, საკლასო ღონისძიება იყო, მაგრამ ვიტყოდი, რომ თეატრიც ვერ დაიწუნებდა ამას. კარგი სანახაობა იყო, შეეხებოდა გორგასლის ეპოქას, ბავშვებმა ძალიან კარგი მომზადების დონე აჩვენეს, ძალიან სახალისო იყო ყველაფერი და ფაქტიურად მივესალმებით, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ყველა სკოლაში. ეს იყო მორიგი ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო სადამდგებრო პროგრამით და ეს მშვენიერი აქტივობა გამოვიდა. ძალიან წამახალისებელი იყო ბავშვებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი მომავალი უკვე ამ კუთხით კიდევ უფრო განვითარდება. ბავშვები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი სერტიფიკატებით, სხვადასხვა ნომინაციებში მიიღეს მათ დიპლომები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე აი ეს ფორმატი, მასაც ქვია მასაკანი, გურიაში უკვე უფრო პოპულარული გახდება და უკვე ღირსეულად წარსდგებით მაყურებლების წინაშე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში მხიარული მანევრების ფინალური შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში ნახევარფინალში გადასული ნომერ მე-4 ჭანიეთის, ლიხაურისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ფინალი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა და მონაწილეებს გულშემატკივრები გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებდნენ. შეჯიბრში ლიდერი გუნდიც ვალევე გამოიკვეთა და მხიარული მანევრების გამარჯვებული ლიხაურის საჯარო სკოლა გახდა. ფინალისტებისათვის სპეციალური პრიზები, დიპლომებისა და ფულადი ჯილდოს სახით იყო დაწესებული. პროექტი ღია ცის ქვეშ გრძელდება და როგორც ორგანიზატორმა, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ავთანდილ სირბილაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობების ჩატარებას გეგმავს. ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენ ყველანი გახარებულები ვართ ღია ცის ქვეშ პროექტის გამარჯვება დავიმსახურეთ და მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელმაც დაეხმარა ღია ცის ქვეშ ჩატარებულიყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას. არც ისე ცუდია მეორე ადგილი, მაგრამ მაინც პირველი ყველაზე კარგია. მეს მეგობრული თამაშია, არ ვიცი, ძალიან კარგია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე ადგილი არ არის ცუდი. და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ავთავს სირბილაშვილს, რომ ასეთი კარგი მხიარული თამაშები არსებობს და ვიღებთ მონაწილეობას. შედეგი ძალიან სერიოზულია, იმიტომ რომ თავიდან 20 გუნდი მონაწილეობდა, მე დაემატა 10 გუნდი, წელს უკვე 54 გუნდი მონაწილეობდა. აი ახლა ამ ჩემპიონატში 39 გუნდი იყო, ას მიზეზების გამო ჩამოვიდა ხრიალეთი 12, ნუ გზების და სიცივების გამო. თუმცა მაინც მოახერხეთ. უამიტობის გამო ცოტა გაგვეწელა ჩემპიონატი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მივიყვანეთ ბოლომდე და გამოვლინდა მათაც საუკეთესო 4-ეული. ძალიან გამიხადა, რომ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სოფლის გუნდმა, რომელიც მოშორებულია. აქ ძირითადად ავტოდოროზე დადენ ქალაქის სკოლის ბავშვები, უფრო კარგად ატარებენ, მაგრამ სოფელი ჩამოდის და რაღაც ყოველ შემთხვევაში იოლ დაუღეს ალღო და მიაქცეთ კიდევ ჩემპიონატს სულ და გოლ თულოცავ ყველა ბავშვს მიჩვეთა მონაწილეობა. ამის მერე ფაქტიურად ტარდება უკვე ინტელექტუალური თამაშები და მთელი ზაფხულის განმავლობაში აი ამასაკის ბავშვებისა ტარდება პროექტი ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი თამაშები, დეტექტიური, სათაგვადასავლო 1000 რაღაცები და ეს ბავშვები ფაქტიურად ჩემი ძირითადი მონაწილეები არიან, ძალიან მიხარია. დღეს ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გურული დერბი გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და ანგარიჯით 0-2 დამარცხდა. დღეს ოზურგეთში გურული დერბი შედგა. საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მორიგ მატჩში ოზურგეთის მერცხალმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. მინდვრის საფარის გამო მოთამაშეებს სირთულეები შეექმნათ და კომბინირებული თამაშის ჩვენება გაუჭირდათ. ოზურგეთის მერცხალმა მატჩი კონტრშეტევებით დაიწყო, თუმცა დაცვაში შეცდომები დაუშვა, რის შედეგადაც მერცხალის კარში 2 გოლი გავიდა და გამარჯვება ლანჩხუთის გურიას ერგო. ოზურგეთის მერცხალს 1, ხოლო ლანჩხუთის გურიას 11 ქულა აქვს და უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. გულოცავ ლანჩხუთის გურიას გამარჯვებას, კარგი გუნდი ყავს ლანჩხუთლებს, დაბალანსებული, ნათამაში ფეხბურთელებით. ჩვენებმა რაც შეეძლო, ითამაშეს, იბრძოლეს. მაგრამ მიუტეველი შეცდომები იყო დაცვაში და პირველ ტაიმში დავისაჯეთ. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ ძალები აღარ გვეყო. ალბათ დარჩენილ თამაშებში გამოვასწორებთ და მოვიმზადებით უფრო კარგად. მინდვრის საფარის გამო იყო ძალიან რთული თამაში. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. და თამაშმაც გვიჩვენა მხოლოდ სტანდარტულები და შეძლებით ბურთის გატანა. ძალიან ძნელი იყო ბურთის გაგორება და რაღაც კომბინაციური თამაში. ისე რომ შედეგი გვაყოფილებთ. დიდი მადლობას მოვუხდი პირველ რიგში.
ფეხბურთელებს, რომელსაც თავდადებით ითამაშეს და ალბათ ბალეშიკებს კიდე აუცილებლად რომელიც დავყვება, სადაც არ წავიდეთ იქ და დიდი მადლობა ყველას. გამარჯობა კიდე ალბათ დავიმსახურეთ, როგორც ჩანდა თამაშიდან გამომდინარე, მეტი გამოცდილება იყო და დიახ და გავაგზავნებთ ალბათ და წარმატებას ესურვებ ოზურგეთს და ლანჩხუთის გურიას. ეს გახდა ჩემგან არსებული ბოლო ინფორმაცია. მე საინფორმაციო პროგრამა ფაქტის კორესპონდენტებთან ერთად მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.